მადლობა მოწვევისთვის და თავისუფლებას ინდისის პატიმრებს, რა თქმა უნდა, უსმინე ირაკლი კობახიძის ბრიფინგს და მე არ ვიცი სადმე თუ ხდება მსგავსი რამ პრემიერ-მინისტრი დილით ნიშნავდეს ბრიფინგს, რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს გარდა ერთი ადამიანის ქება დიდებისა, ადამიანის, რომელიც ესმის რომ არის მათი პარტიის დამფუძნებელი, მათი პოლიტიკური ნათლი მამა და ზოგადად ასე ხდება ხოლმე ხანდახან რომ ყოფილი პირველი პირები, პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები თავის პარტიაში ინარჩუნებენ კონკრეტულ ფუნქციას, იღებენ მონაწილეობას, რაც რეკომენდაციებს გასცემენ ხოლმე. ეს არ არის პრობლემა. პრობლემა იმაშია, რომ ქართულ ოცნებაში ბიძინა ივანიშვილის გარდა არავინ არაფერს წარმოადგენს. არავინ არაფერს ამას უარყოფს და 8 წუთის განმავლობაში ყოახზე. მან თქვა, რომ ჩვენთან ხშირად დისკუსიები იმართებაო. მართალია ამ დისკუსიებში უმეტესწილად ივანიშვილის აზრი იმარჯვებსო, მაგრამ მაინც დემოკრატიულად მიიღება ეს გადაწყვეტილება. ხო, დისკუსიები კომუნისტური პარტიის ყრილობებზეც და პლენუმებზეც იმართებოდა ხოლმე და გვახსოვს, ხო, იქ ტაშის დაკვრაზე სპეციალური ზედამხედველობა არსებობდა მაშინ და ბევრი ადამიანის ბედი და თავისუფლება და სიცოცხლეც ამაზე იყო ხოლმე ხშირად დამოკიდებული. რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ არის ხოტბა, რა თქმა უნდა, ოღონდ რატომ არის ეს ხოტბა, ხო? მე მესმის, რომ ისეთ მეგალომანიაკური მიდრეკილებების ადამიანებს, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, შეიძლება სჭირდებოდეს ხოლმე ესეთი ტიპის მსხვერპლ შეწირვა, ხო? როგორც რაღაცა ღვთაებას მათსას. ერთი მხრივ, მეორე მხრივ, ეს მისი კარის ვეზირები თავისი პოზიციების განმტკიცებას ხშირად აკეთებენ ხოლმე ამ ხერხის მეშვეობით. გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილი, როგორ გამოირჩეოდა ბიძინა ივანიშვილისთვის. მადლობების გადახდით კონტექსტი იყო ამისი თუ არ იყო, მაგრამ ეხლა დღევანდელი ბრიფინგი კიდევ გამორჩეული იყო. სხვა არაფერი არ ჰქონდა ამ ბრიფინგს მიზნად, რაღაცა თითქოს მოლოდინში დაგვტოვეს, რომ აი ეხლა გადავა რაღაცა სხვა თემაზე, ეხლა გადავა კულმინაციაზე და თვითონ პროცესი იყო მიზანი. ანუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბრიფინგის პროცესი იყო მიზანი. ქვეყნისთვის საჭირო თემებზე უნდა საუბრობდეს, ხო? ხო, პრემიერ-მინისტრის რანგში როდესაც გამოდიხარ არა როგორც მართლი აქოს ვიღაცა არის მართლმედ აქერებულმა ექსპერტმა ეს ერთი საკითხია, შეიძლება ჰქონოდათ რაღაცა ღონისძიება პარტიული, ქართული ოცნების ოფისიდან ესაუბრა ამის შესახებ, მაგრამ როდესაც შენ თვითონ იცი, რომ არანაირი ლეგიტიმაცია არ გაგაჩნია, შენ როდესაც არ წარმოადგენ ხალხს, ხო, პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში, საპარლამენტო რესპუბლიკაში არის პირველი პოლიტიკოსი. ის არის მთავარი პოლიტიკური ფიგურა, სახელმწიფოს ლიდერი და როდესაც შენ ამ შემთხვევაში უნდა წარმოადგენდე ხალხს, მიუხედავად იმისა, პირდაპირ წესით აგირჩიეს თუ არ აგირჩიეს, ხო? შენ უნდა წარმოადგენდე ხალხს და გქონდეს მანდატი ხალხისგან, ლეგიტიმაცია უნდა გქონდეს ხალხისგან, როგორც ძალაუფლების წყაროსგან და ეს როდესაც არ გაქვს, მაშინ საუბრობ იმაზე, ვისგანაც გაქვს ეს ძალაუფლება, არანაირი ლეგიტიმაცია. ძალაუფლება ირაკლი კობახიძეს ისევე როგორც ყველა პრემიერ-მინისტრის ქართული ოცნებისას აქვს მხოლოდ ივანიშვილისგან. არაფერს საუბრობ იმ კომენტატორებზე დღეს რომ გამოვიდნენ ქართული ოცნების სპიკერები, ლიდერებსაც ვერ დავარქმევ, ეს პოლიტიკოსები არ არიან, მათ ნულოვანი პოლიტიკური წონა აქვთ. ისინი არაფერს წყვეტენ საკუთარ პარტიაშიც კი. ყველაფერს ერთპიროვნულად, რა თქმა უნდა, განაგებს ბიძინა ივანიშვილი, ну, რა თქმა უნდა, ეს ცხადია, არ შეეხება ისეთ საკითხებს, რომლისთვისაც ის თავს არ იწუხებს. შესაბამისად, ვისგანაც აქვს ძალაუფლება, მას აღუვლინა ხუტბა, მას აღუვლინა რაღაცა ლიტურგია, მიუძღვნა ჰიმნები, შეამკო სრულად და აქ ახლა ვიღაც მე მოვისმინე მოსაზრებები, რომ თითქოს პასუხისმგებლობის გადატანას სცადაო ამითიო თავისგან ბიძინა ივანიშვილზეო. ვერაგენ დამეტანი შეთქმულების თეორია. ხო, არა, იყო ეს გაჟღერდა ესეთი საუბრები, რა თქმა უნდა, მეც ამას ვფიქრობ, რომ ვერავინ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. რა ვინ არ იცის ამ ქვეყანაში ქართული ოცნების ყველაზე მოწყვლადმა ამომრჩეველმაც იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე დღესაც დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში არაფერი წყდება. პირიქით ეს მათ უხარიათ. შესაბამისად, ის რომ პასუხისმგებლობა პირველ რიგში მას აქვს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მას აქვს, რა დღეშიც ჩააგდეს მათ საქართველო, რომ გარიყეს მსოფლიო პოლიტიკიდან რეალურად იზოლაციაში მოაქციეს და ალბათ ვისაუბრებთ გუშინდელ
იმ აქტზე, რომელიც მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, როდესაც რუსეთის, ჩინეთის და ირანის პირისპირ დაგვტოვეს, ამაზე პასუხისმგებელი არის ქართული ოცნება. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე რომ არის რეალური, ამაზეც პასუხისმგებელი არის ბიძინა ივანიშვილი, თუმცა ვერავინ გაექცევა იმ პასუხისმგებლობას, რაც მათ აქვთ იმის გამო, რომ შეასრულეს ბიძინა ივანიშვილის დავალებები, პრემიერ-მინისტრები რომ ჰქვიათ, მინისტრები რომ ჰქვიათ, პარლამენტის თავმჯდომარეები რომ ჰქვიათ და რეალურად არ არიან მითავისებული რო აქვთ ძალაუფლება, მითავისებული რომ აქვთ თანამდებობები, რომ მათ კონსტიტუცია დაარღვიეს და არჩევნები მიიტაცეს და არ გარდასახეს ხალხის ნება, რეალური ნება იმაში, რასაც კონსტიტუცია ითხოვს, ამის გამო ყველა გაიჯდება, ყველას მიეზღევება ამის გულისთვის, როგორც ისტორიის სამსჯავროზე, ასევე ძალიან მალე სამართლებრივადაც, პოლიტიკურადაც. ეს ასე მოხდება აუცილებლად და შესაბამისად ვერავინ ვერ გაიქცევა პასუხისმგებლობას. ვერც ვერავის დააჯერებენ, მით უმეტეს ჩვენს საგარეო პარტნიორებს, რომელთაც ძალიან კარგად უწყიან რა ხდება ამ ქვეყანაში. კი ბატონო, და რაც ახსენებთ თქვენ ეს აქტი, რომელიც მიიღო კონგრესმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი მიიღო. აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში 24 თებერვალს იყო წარდგენილი და ის ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და სტივ კოენმა წარადგინეს. კონგრესმენებმა ერთი არის რესპუბლიკური პარტია, მეორე დემოკრატიული პარტია. კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად ითხოვს ანგარიშს რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობებზე საქართველოში. კერძოდ კანონპროექტი მოითხოვს აშშ-ის მხრიდან სტრატეგიის მომზადებას, რომელიც განსაზღვრავს აშშ-ის საქართველოს ურთიერთობების მიზნებს. შეაფასებს რა სახის დახმარება და რესურსები უნდა გამოყოს აშშ-მ საქართველოსთვის. დაადგენს, უნდა გაგრძელდეს თუ არა აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოსთვის. შეაფასებს, რამდენად არის საქართველოს მთავრობა მზად აშშ-სა და ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გასაფორმებლად. და ამის პარალელურად სწორედ დღეს ირაკლი ყობახიძემ გვაცნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყობახიძის განცხადებით საქართველოს ჩინეთის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, რაც გულისხმობს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას. როგორც ყობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამის შეთანხმებას დღეს მოეწერა ხელი. რას ფიქრობთ, ან რა შედეგი შეიძლება მოყვეს კონგრესის აქტს, რამე ხელშესახები, ან რა შედეგი შეიძლება მოყვეს საქართველოს ჩინეთის ასე ახლო ურთიერთობას. ხო, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენს აღნიშნეთ, რომ ეს იყო წარდგენის დონეზეც ორპარტიული წარდგენა, კოენი გახლავთ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, ჯო უილსონი ტრამპის რესპუბლიკური პარტიისა და კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში აბსოლუტურმა უმრავლესობამ ორივე პარტიიდან დაუჭირა მას მხარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმო რამ. რა თქმა უნდა, აქ კიდევ დამატებითი პროცედურები სენატის შეიძლება არის გასავლელი, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ ანალოგიური ჩანაწერი გაკეთდა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ ამ კანონიდან როგორც სახელმწიფო დეპარტამენტს, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებს, ასევე პენტაგონს, ყველას თეთრ სახლს ევალება უკვე კონკრეტული დავალებებია და ეს ავტორიზაციის აქტში ჩადება მას პრაქტიკულად გარანტია იმისა, რომ სრულფასოვან კანონად იქცევა ეს ყველაფერი და იმ შედეგებს გამოიღებს, რაც თქვენ წაიკითხეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ეს პოზიცია. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის ასე ვთქვათ პარტიულ და კონკრეტულ პირების განწყობად წარმოჩენას ცდილობდა ქართული ოცნება ამდენი ხნის განმავლობაში. მაშინ, როდესაც საუბრობდა წინა ადმინისტრაციაზე, რომ თითქოს ბაიდენის ადმინისტრაცია და Deep State-ი, გლობალური ომის პარტია სხვათა შორის დღეს ისევ ამოიღეს არსენალიდან ეს ტერმინი, რომ თითქოს მათ ჰქონდათ ზრახვები ივანიშვილის მიმართ პერსონალურად, რომელიც მსოფლიოში ყოფილა თურმე ერთადერთი რაღაც უკანასკნელი რაინდი, ერთა თვითმყოფადობის კონსერვატიული ღირებულებებისა და
სუვერენიტეტის და თურმე მთელი გეოპოლიტიკა ივანიშვილის გარშემო ბრუნავს და ტრიალებს და აი ეს ბოროტი ძალები ზოგიერთი სპიკერის გაშლაში ხან მასონები არიან, ხან გლობალური ობისმის პარტია, ხან deep state-ი ებრძვის ქართულ ოცნებას და ცალფეხზე არაპირებდნენ დადგომას. შეიცვალა ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯერ ქმნიდნენ მოლოდინს, რომ 20 იანვარს ინაუგურაცია იქნება, აი ნახეთ ხელშესახების შედეგი, შემდეგ 100 დღე გავაო უნდა გადატვირთულიყო დაიწყო ხო ძურები მათ ურთიერთობებში დელეგაცია ჩამოვიდა დელეგაცია რო ჩამოვიდა ეს იმას არ ნიშნავს რომ ქართული ოცნების სასარგებლოდ ხდება რამე ჯერ ერთი ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია რო ჩამოდის ეს იმას ნიშნავს კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმისა რომ საქართველოს არ არის ქართული ოცნება და ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იდგა ქართული სახელმწიფოს გვერდით და ქართველი ხალხის გვერდით ეს 30 წლეულზე მეტია რაც გრძელდება ხო და ისინი ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის უდიდეს საქმეს და ფინანსურ რესურსებს ხარჯავდნენ და საქმეს წევდნენ ამისთვის ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს და ღმერთს ვაქნას რომ ეს და მადლობა ღმერთს რომ ეს ასე არის რომ არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ და საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი ემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს. აქ არ არის ვინმეს პოლიტიკურ პარტიულ ინტერესზე საუბარი. აქ არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას პირველ რიგში, თავდაცვას, ეკონომიკურ განვითარებას. დიახ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ ქვეყანაში მას აქვს სტრატეგიული ინტერესები და ამ ინტერესების გაღრმავებისკენ არის გადადგმული ნაბიჯი, თუმცა ამავდროულად ეს იმას ნიშნავს და გუშინდელი აქტის მიღება იმას ნიშნავდა, რომ ქართული ოცნება არ არის ის ძალა, რომელსაც შეიძლება ვინმე ენდოს, მათ სიტყვას არ აქვს ფასი, მათ საგარეო პოლიტიკას აქვს ეს პოლიტიკა შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეებს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი პრორუსულები არიან, არამედ იმიტომ, რომ ამერიკის მთავარი პოლიტიკური მეტოქეების, ჩინეთის და ირანის პლაცდარმად არის ეს ქვეყანა ქცეული. ჩვენ გვახსოვს ახლა რა თქმა უნდა კობახიძის ვიზიტები ირანში, ჩინეთთან თანამშრომლობაზე არის საუბარი. არავინ ამბობს იმას, რომ ჩინეთთან სავაჭრო თანამშრომლობა არ უნდა არსებობდეს და ჩინეთთან სავაჭრო თანამშრომლობა ბევრ ქვეყანას აქვს, დასავლურ ქვეყნებსაც აქვს. ოღონდ როდესაც ქართული ოცნებას, მაგალითად ლევან მახაშვილმა თქვა, რომ ვინც უყურებს ამერიკა, ჩინეთის, ჩინეთ-ევროკავშირის სახელმწიფოების ურთიერთობებს, მათ პოლიტიკურ მიჯნურობას, ჩახუტებას შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რატომ არის ეს ორმაგი სტანდარტი? ორმაგი სტანდარტი კი არ არის. ხო, ამას არავინ არ უშლის მიჯნურობა თუ უნდათ მაინც და მაინც ეს სიტყვა გამოიყენონ, არის ის, რაც მათ აქვთ ამ ქვეყანაში, უბრალოდ ამ დროში, მხოლოდ ჩინეთთან, ირანთან, რუსეთთან და ასეთ ავტორიტარულ ქვეყნებთან ხან აშხაბადში დადიან სამიტებზე და ხან სად სხვაგან არსად ისინი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არიცავენ და საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალეს რეალურად ხო 28 ნოემბერს ევროპული კურსი შეცვალეს ევროინტეგრაცია შეაჩერეს და დაგვტოვეს ამ ქვეყნების ამარა სადაც ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ ამბობს რომ პლაცდარმია პოლიგონი არის და შესაძლო შემოღწევა არის ირანული და ჩინური სპეცსამსახურების, უშიშროების სამსახურების, რომელიც წარმოადგენენ საფრთხეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. რა თქმა უნდა, წარმოადგენენ საფრთხეს საქართველოსთვის, ამიტომ ამბობ, რომ ებთხოვა ჩვენი ეროვნული ინტერესი ამერიკის და დასავლურ ინტერესებს ზოგადად და როდესაც ომით აშინებდნენ საქართველოს მოსახლეობას და იმით, რომ შვიდობის მცველებად გამოყავდათ თავი აი ახლა რას ეტყვიან იმ თავის ამომრჩეველს, როდესაც აქ საუბარი გვაქვს ძალიან საშიშ და სახიფათო ინტერვენციასთან, სავარაუდო ინტერვენციასთან, რომელსაც შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატები და ის რომ მეორე მხრივ არსებობს შესაძლებლობების ფანჯარა და ყველა პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ახლა აი ამ მომენტს გამოიყენებდა მაქსიმალურად, რომ ეს ქვეყანა გახდეს ტრამპის სახელობის მშვიდობისა და კეთილდღეობის გზის, ეგრეთ წოდებული ტრიპის მონაწილე მესამე ქვეყანა. როგორც ეს მოახერხეს ჩვენმა მეზობელმა მოძმე აზერბაიჯანმა და სომხეთმა, ხო? რამხელა სიკეთე მოიტანა სომხეთისთვის მარტო ამან რომ ჯერ ერთი ჩამოცილდა რუსეთის პოლიტიკურ ორბიტას და მოიტანა უკვე გარანტიები, უსაფრთხოების გარანტიები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ის სამხრეთის სიუნიქის ძველი ზანგეზურის დერეფანი, რომელიც იქნება დამაკავშირებელი აზერბაიჯანსა და
ნახიჩევანის ავტონომიას, თურქეთსა და აზერბაიჯანს და ზოგადად დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და რომლის კარიბჭეც შეიძლება გახდეს ანაკლია და სხვათა შორის ისაუბრა ხო კონგრესის ურთიერთობა რას მოუტანს თქვენი აზრით საქართველოს შეიძლება მოუტანოს ანაკლის სპორტის აშენება სწორედ ამაზე შევწყვიტე მე ჩემი საუბარი ანაკლის სპორტი პირდაპირ იქნა გუშინ ნახსენები ხო ბრაიან მასტი რომელიც გახლავთ ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის რიგითი კონგრესმენი არ არის ხო უშუალოდ ამ საკითხების ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი არის კონგრესში. პირდაპირ ისაუბრა ამაზე, რომ ანაკლიის სპორტი, სადაც არის ჩინური ინტერესი, სადაც არ არის ამერიკული ინტერესი, სადაც არ არის შესაბამისად ქართული ინტერესი. აი ამაზე ისაუბრა ბრაიან მასტმა და ყველაზე დიდი ხაზგასმა არის ანაკლიის სპორტის მნიშვნელობისა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და იქ სხვათა შორის მან თქვა რომ არა მხოლოდ ეკონომიკური დანიშნულება აქვს ანაკლიის სპორტს, არამედ უსაფრთხოების დანიშნულებაც აქვს და ეს ვისი უსაფრთხოება არის? ჩვენი ქართველების უსაფრთხოება არის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება არის, ოკუპირებული ქვეყნის უსაფრთხოებაზე არის საუბარი და ის გზა რომელსაც დაადგა ქართული ოცნები ჯერ არაფერს არ აკეთებენ, მაგრამ ჩინელების მხარე აირჩიეს და არა ამერიკელებისა და ევროპელების. მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ ვამბობ ის რომ ჩინური ეკონომიკური ინტერესი შეიძლება არსებობდეს აქ და რა თქმა უნდა ჩინეთისკენ უნდა წავიდეს იქ ტვირთები. ეს ცალსახაა, მაგრამ რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ხო? ამ შემთხვევაში უნდა იყოს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამერიკული ინტერესები, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოების განხორციელებას. შესაბამისად, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ტრიბუნაზე პირდაპირ არის ანაკლია ნახსენები, მე მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. სურათი არის ძალიან ნათელი და მკაფიო და ვისაც დანახვა უნდა, დაინახავს. ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების, ხო, მედიის, თავისუფალი მედიის არის ის, რომ ჩვენ საზოგადოებას ეს გავაგებინოთ, რა არის ქართული ოცნების გზა და რა არის საქართველოს ეროვნული გზა, რა არის ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ამრიგად, ამ აქს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, დიდი შესაძლებლობა არის ჩვენი ქვეყნისათვის, რომ შუა დერეფანი გავიდეს საქართველოს ტერიტორიაზე და ამის კარიბჭე იყოს ანაკლიის სპორტი, რომელიც აუცილებლად უნდა აშენდეს. ეს არ არის ბიზნეს პროექტი, ეს არ არის არავის ვისიმე ბიზნეს თუ მით უმეტეს პოლიტიკური ინტერესი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი.